შოთა შენი ფილმები რატომ არ არის აკრძალული? მოდი პირდაპირ კითხავ ვიპასუხე რა. გეტყვით 2002 წელს იყო პირველად, როდესაც მე ჩემ ფილმში სულ გავხადე ქართულ კინოში პირველად და ქალი და ბიჭები, ხო? მაგრამ არასოდეს არ ყოფილა. ანუ რატო გეუბნებით? ეს რატო აღიძრა საქმე? პორნოგრაფიული მასალას გავრცელება. ერთი წამით, გეტყვით. ვიღაცა ჩათვალა რომ ეს არის მიუღებელი და დაწერა საჩივარი. და სახელმწიფო ვალდებულია და სწორიც ქნა რომ აღძრა ჩვენ ხო არ ვიცით ეს ფილმი ხო არ არის ანუ შეჩერებული ხო არ არის? არ არის შეჩერებული. ქართულ საიტებზე ფილმი აღარ ვაწერთ ამ სახელმწიფოს იმას რაც არ ჩაუდენია. მოდი კითხავ პირდაპირ. შენ ფილმი ნანახი გაქვს? ფილმი ნანახი გაქვს? არა, ერთი წამით მაგას ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაფერი ატყდა იმაზე როგორ ანუ რატო საქმე აღიძრა ფილმი ნახეს ექსპერტებმა მათ ვინაობას ერთი წამი გეტყვი მათ ვინაობას არასახელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ამ ექსპერტთა ჯგუფმა დაადო დასკვნა რომ ფილმი არის პორნოგრაფიული ხასიათის შესაბამისად დაიწყო ძიება სახელმწიფო მე მგონი მოიქცა ხო არ აკრძალა შენ ფილმებზე თუ ყოფილა ძიება აკრძალა ფილმი გამოძიება დაიწყო სისხლის სამართალ იმიტომ რომ ვიღაც ეხლავე გეტყვი ჩემო კარგო თქვენ რო საჩივარი შეიტანოთ აი მე ვთვლი რომ ეს ფილმი არის პორნოგრაფია სახელმწიფო ვალდებულია და სწორედაც მოიქცა თამარი ვარ თქვენი კარგი არ ვარ რასაკვირველია არ ხარ შეთიკო მითხარი თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა შენ ფილმებთან დაკავშირებით ჩემ ფილმებთან დაკავშირებით ღმერთმა დაიფაროს არა ჩვენ ერთი რაღაცა გვეშლება პორნოგრაფია და ხელოვნება არის ორი სხვადასხვა რაღაცა პორნოგრაფია არის ნატურალური კადრების აწყობილი ფილმი და ეროტიკა და ხელოვნება რა არის იცით განცდაში გადაყვანილი ეს კადრები